ასორიშვიდის წინააღმდეგ დღევანდელ რიგაში შეხვდომაზე საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას მეტი სარგებელი ხალხს ნდობა გამოუცხადა. მთავრობის კანცელარიას მისი უფროსის ნაცვლად პრემიერი უხელმძღვანელებს ახალ პრემიერ-მინისტრს უფლება ეზრდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, რომლის შესახებადაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ნინო ფოფხაძე მოგვითხრობს. ნინო, გისმენთ. თეх პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს უკვე ნდობა პარლამენტმა ოფიციალურად გამოუცხადა, დამტკიცებულია 4 წლიანი სამოქმედო გეგმა მეტი სარგებელი ხალხს. თუმცა რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, მათ მონაწილეობა არ მიიღეს და უარი თქვეს გამოეცხადებინათ ნდობა მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმისათვის და ასევე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობისათვის. 102-7-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მთავრობის ახალ 4 წლიან სამოქმედო პროგრამას მეტი სარგებელი ხალხს და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები და პრემიერი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად უკვე შეუდგნენ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საბოლოო ჯამში ამ მთავრობის ეფექტურობის ტესტი არის ძალიან მარტივი. არა საპარლამენტო დებატები, არამედ ის, რამდენად იგრძნობს ამ მთავრობის მუშაობით უკეთესობას თითოეული ქართული ოჯახი. რამდენად მეტი კეთილდღეობა იქნება თითოეულ ოჯახში და რამდენად მეტ სარგებელს მიიღებს ჩვენი ხალხი და ჩვენი მოსახლეობა. ამ წუთიდან მე ვიწყებ ჩემი მთავრობის წევრებთან ერთად ჩვენი პროგრამის შესრულებას. მე ვაპირებ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ რეგიონში, თითოეულ ქალაქში, თითოეულ სოფელში გავაცნო ეს პროგრამა და ჩვენ ხალხთან ერთად აღვასრულო ეს პროგრამა მეტი სარგებელი ხალხს, რაც ითვალისწინებს უმუშევრობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, პროგრამას, რომ ჯანდაცვა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ აღორძინდეს ქართული სოფელი. უნდა შეიქმნას უმუშევრის სამართლებრივი სტატუსი. ყოველივე ეს მოგეხმარება, რომ განსაზღვროთ იმ სოციალური დახმარების იმ სადაზღვევო პაკეტების მოცულობა, რომელიც ასე აუცილებელია თითოეული ჩვენი უმუშევარი ოჯახებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად ის ყველა პროექტი, რომელიც ხსენებული იყო დღეს ახალი პრემიერ-მინისტრით, არის მიმართული ზუსტად ამისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის კერძო სექტორში. სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო ოპოზიციამ ნდობა არ გამოუცხადა. მიზეზად ის შენიშვნები დასახელდა, რომელიც ოპოზიციას 7 გვერდიან დოკუმენტთან დაკავშირებით აქვს. ქრისტიან-დემოკრატები ფიქრობენ, რომ სადაზღვევო პაკეტი დასახვეწია და მოსახლეობას ძვირადღირებული სერვისებით სარგებლობა უნდა შეეძლოს. მათივე ინიციატივით შესაძლებელია სახელმწიფო პოლიტიკა განათლებისა და ვეტერანებთან დამოკიდებულების კუთხით. ფრაქცია ერთობა სამართლიანობისათვის კი ხელისუფლებისაგან მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მოითხოვს. პრიორიტეტები არის სწორედ განსაზღვრული. მე უბრალოდ დავამატებდი რამოდენიმე პრიორიტეტს, რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ, მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენ მოსახლეობას. ეს გახლავთ პენსიების საკითხი, იმ 4 წელიწადში მე გაიწეროს ალბათ პენსიების საკითხი. ქრისტიან-დემოკრატები ყოველთვის მხარს უჭერდით და ახლაც ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ შვილებს, სტუდენტებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი განათლება. იმის გამო, რომ მერაბიშვილის სააკაშვილის მთავრობა არ აპირებს სასწავლო სტუდენტური გრანტების რაოდენობის გაზრდას, რითაც 50% თანადაფინანსება მომენტალურად ექნება ყველა სტუდენტს, ჩვენ მათ მხარს ვერ დაუჭერთ. ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტის სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა. იყო ძალიან ბევრი პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთი მსჯელობა ჰქონდა ჩვენ აქ და ნათელი მაგალითებია იმისა, თუ როგორ ხდება ძალადობრივი გზით განსახლება და აქედან გამომდინარე რა პრობლემები წინაშე რჩებიან დევნილები იქ. აქ საუბარი არის სამუშაო ადგილებზე, საუბარი არის თვითონ ბინის განაწილებებზე. თქვენ თუ შეგიძლიათ ნახოთ თქვა რეგიონების, სადაც მოხდა განსახლება ეგრეთ წოდებული დევნილების, თქვენ ნახავთ, რომ ნახევარი ბინები ჩაკეტილი არის. რას გაითვალისწინებს საქართველოს ახალი მთავრობა, რას აპირებს ამ მიმართულებით, გააგრძელებს გამოსახლებას თუ განსახლებას იმ პროგრამით, რაც მართლაც ნორმალურადაა გაწერილი და ამ პროგრამის წავათო არა. 2015 წელს უნდა დახარჯულიყო სოფლის მეურნეობაში არაუმეტეს 200 მილიონისა. ჯანდაცვაში უნდა დახარჯულიყო არაუმეტეს 350 მილიონი. მე გეუბნებით 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და შემდეგ ეს ჩამოთვალი შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო, იმიტომ რომ ეს რიცხვები, რომელიც ამ დოკუმენტში დევს და რაც თქვენ აქ წარმოადგენთ, არაადეკვატური და არა შესაბამისობაში მოდის. რა შეიცვალა 3 წელიწადში, 3 თვეში თქვენ მთავრობაში, იმიტომ რომ თქვენ ამ მთავრობის გუნდის წევრი იყავ, იღებ თუ არა თქვენ პასუხისმგებლობას აი ამ საშინელ მდგომარეობაზე, რაც ეხება, რომელიც თქვენ მთავრობის განმავლობაში მოხდა და მესამე, იღებ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენი მინისტრობის პირობებში სპეცსამსახურები ჩამოყალიბდა პოლიტიკურ, ვთქვათ, პოლიციად, მე არ გულისხმობ პატრულს, მე გეუბნებით
ძალიან კარგადაც ჩვენ რასაც გულისხმობთ, ეს არის პოლიტიკური პოლიცია, ანუ სპეცსამსახურები, რომელიც შერჩევითი სამართალწარმოების გზით პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის და იღებ თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას, ბატონო, ანუ ვიღებ პასუხისმგებლობას. ყველაფერს რასაც ვაკეთებდი აქამდე, ყველაფერს რასაც ვამბობ აქ, ვიღებ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრობის მუშაობაზე. უფრო მეტიც მე ვამაყობ, რომ მომიწია ამ დროს მუშაობა და მე ვამაყობ და მე მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და ჩემ ყველა დღეს ასე ვთქვათ, ალბათ დიდი ალბათობით მე აღარ ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წლები იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მუშაობა და მე მინდა ყველა პოლიციელს ვინც გააკეთა არნახული საქმე დაუხადო მადლობა და მე მინდა უსწრო და დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩოთვის იქნება ძალიან ძნელი მუშაობა, ძალიან ძნელი და ბაჩოთვის ძალიან ძნელი იქნება შენარჩუნებაც კი იმ დონის და მე დარწმუნებული ბაჩო განავითარებს და რაც ყველაზე მთავარია დაამტკიცებს, რომ პოლიციაში ჩატარებული რეფორმა ეს არის უკვე მტკიცე პოლიცია, რომ საკადრო ცვლილებები მინისტრის ცვლილება არაფერს არ შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ ყავს მას ისეთი ინსტიტუტი, როგორც არის პოლიცია, რომელსაც განიცადა არნახული განვითარება, რომელიც არის საამაყო თითოეული ქართველისათვის, თითოეული პატრიოტისათვის და მე ვარ დარწმუნებული, რომ ქართული პოლიცია კვლავაც იქნება ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი საქართველოში რეფორმების განხორციელების, საქართველოს სტაბილურობის და საქართველოს განვითარების და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ვიღებ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ვიყავი მთავრობის წევრი და ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოპოზიციისგან განსხვავებით უმრავლესობის წევრები ახალ პროგრამას კიდევ ერთ გამოწვევას უწოდებენ და ფიქრობენ, რომ თითოეული დაპირების შესრულებას მთავრობის განახლებული გუნდი რეალურ დროში შეძლებს. ეს არის ის გუნდი და აქვს ის პროგრამა, რომელიც ზუსტად და ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას, სოციალური, ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოების გამტკიცების კუთხით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ნიშნულოვანი იყო ის პროგრამა, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენდა მთავრობის ამ შემადგენლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება დასაქმების თემატიკას, რომელიც უკავშირდება სოფლის მეურნეობას, სოციალურ მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის ოჯახების და თითოეული ადამიანის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ხიდი დამსაქმებელსა და უმუშევრებს შორის. მკეთილდღეობის და ამ წესის შეტანა ყველა ოჯახში არის ახლა ჩვენი ამოცანა იმდაგვარი პროგრამების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის დასაქმებას, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ ჯანდაცვას და უზრუნველყოფს ჩვენი სოფლის განვითარებას. ახალი პრემიერ-მინისტრი აღებული ვალდებულების შესრულებას ახალ გუნდთან შეუდგა. საკანონმდებლო ორგანო კი ქვეყნის პრემიერის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს. შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით უხელმძღვანელებს კანცელარიას არა მისი ხელმძღვანელი, არამედ პირადად პრემიერ-მინისტრი და უკვე შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტში